გეუბნებით რა, ჩემი ესე კი არა, 40 და 60 წლის კაცი უნდა ნახო, დებილები არიან და არაფერი არ გაუკეთებიათ ახალგაზრდობაში, იცინოდნენ, დროს ატარებდნენ და ვერც ლაპარაკობენ, მეხსიერებაც ღალატობ და გამოჭუკებულები არიან. არა და ყველაზე მაგრად ჩვენ ასაკში გჭირდება გონიერება, მეხსიერება, იმიტომ რომ დაუძლურებულია ჩვენი სხეული. ხო და მე თუ ტვინი არა გაქვს მეხსიერება, ვის რა თუნდი ხარ გადაგაგდებენ ხო? ახლობელსაც კი იცი, ერთი ჩაძახდება, როდის ჩაძახდება. და რაც უკვე ესეთი წარმოიდგინე, ახლა ბებია და ბაბუ ამყავდეს მე, მაგარი ესა რა განათლება. იმაზე რას ლაპარაკობ, ხო? გადავყვებით ან. ხო, ასე რომ შეიძინეთ ცოდნა. ყველაზე კარგად გამოგადგებათ სიბერში. იმიტომ რომ გიღალატებთ სხეული, სამახოცებულობა და რომ ვინმეს ნერვები არ მოუშალოთ. წარმოიდგინეთ, სხეული უვარგისი, აქტიურობა 0 და უტვინო თავი. შვილსაც კი აღარ მოეწონება შენთან ყოფნა. და როცა შენ გონიერება ხარ, თუნდაც აი დაუძლურებული სკამზე იჯდე, ამ გონებასთან მოვლენ და არა შენ სხეულთან. და რა კარგია რა 80 წლისა და 80 რო აზროვნებ რა და ძალიან ათელია და კონსულტაციას უწევ ყველას აი შვილსაც ვინც გაფასებს და იცის რა გონების პატრონი ხარ. მამა შენი რო სოკრატე იყოს. მამა შენი რო სოკრატე იყოს, შენ საერთოდ სუმაგასთან ივლი. რა მხელა ბედნიერება რა. მამა სოკრატეს სიმბოლო, ესე იგი ინტელექტუალობის მაღალი გამოვლენებისა. ხო მაგარია რა. მე რომ სულ დამტროდი და მამა ჩემი ყოფილიყო სოკრატე მეთქე რა. ხა კი არ ვემდურით მამის კაცს უყვარს პატივისცემა მშობლებს. რა მოვა საჭმეს მოიტანს გავაშვილო და მინდა რა. გაგიხსნა გული. რო არ წავიდე სხვასთან და ვილაპარაკო. ღმერთი რომ მამის სახით სახში მყავს ესეთი მე მაგას მივატოვებ? თუ მე დებილი არა ვარ? თუ დებილი ვარ, რა თქმა უნდა ჭკვიანი მამა ხო? და მე ყოველთვის ნატურობდი ამას იცი. მაგრამ ცხოვრება ცოტა სხვანაირად მიდის ხოლმე, იცი, უცნაურია რა. შენ ახლა ფიზიკურად მამა ყავს და მამასთან ვერ ლაპარაკობ, შენ წუხის და ჩემთან ლაპარაკობ. მე ეს მithქვია კიდევ, ჩემი შვილები ახლა ხო იცი ძალიან ესეთი აზდილები არიან, მაგრამ ხანდახან მithქვია, ნეტა ესე ჩემი შვილი იყოს მეთქი რა. ჩემთვის მithქვია. კი არ ვემდური შვილებს. აი ესე არ გაიგოთ. არა, იცი რა არის, რატომღაც ისე იცი რა არის, თითქოს შეჩვევა, აი შინაურმღვდლის ვარიანტი არის, შენდობა რო არა. არა, ება ჩათვალეს რომ იცი რა არის, ჩვენ მაგრები ვართ. როგორ კაცო ის ნებისმიერ რაღაცებს ყველაფერში ბრძენი ხარ, არ გინდა კონსულტაცია რაღაცა დამელაპარაკო. აფერ გაწუხებს რომ მამას უთხრა. როგორ შეიცვალა ბუღალტერია, მე ვნატურლობდი ჩემნაირ მამას სახში, ჩემ შვილებს მამა ყავს და ისინი მერიდებიან. თითქოს როგორ იცი მორცხვად და მორიდება აქვთ ესეთი სიყვარული მორიდება, რომ არ მაწუხებენ. კაცო შემაწუხე. სიც მაწუხებს უცნობები, აგებ მთელი გადაყოლილი ვარ. და შე რო შემაწუხო, ამით რა დაშავდება? რაწუხილი ეხლა სიყვარული. შვილს მამა უყვარდეს. არა, კაცო შემაწუხე რა. როგორ ალაგებს ხო ღმერთი ამას, გაგიჟდები რა.